იცლება იგივე მდგომარეობა რჩება. ვიღაცა როგორ არ უნდა არსებობდეს, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებს. მე არ ვიცი, ვიხჩობი, ვიგუდები, ისეთ სუნია. თან ყველაზე მეტი ბავშვი ცხოვრობს ამ ქუჩაზე, ყველაზე მეტი. პოლიცია მოვიდა, პოლიციამ გამოიძახა გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც გვეუბნება, რომ შეგვიძლია მხოლოდ დავაჯარიმოთ აი ეს ნივთობაზა. გამოცვლიან ფილტრებს ერთ თვეში იქნება იგივე პრობლემაო, ესე გვითხრეს. ამის მომგვარებელი კაცი შვილი არ არის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ამ ქარხნის გადამკიდე ძალიან ხშირად განსაკუთრებით როცა მოღრუბლული არის იმ პერიოდში და წვიმის დღეებში უფრო მეტად არის ძალიან ცუდი სუნი. ვერ სუნთქავ ისმნაირად ახარ რა. უხაერობა გაარის საშინელი რომ ამოსუნთქვის საშუალება არ არის. აგერ მეზობლის ქალი და შვილმა გააქცია, წაიყვანა ქალაქში, გაარონია და 1 საათის მერე მოიყვანა სახლში, რომ იხჩობოდა ქალი. იმნაირ დღეში ბავშვი სახლში მყავდა, ერთი თვითონ ბავშვი და გავაქცია მეორებებიასთან გავაგზავნე შვაღამეზე. რა ქვია, ასე არ შეიძლება. მერე იძულებული გავხდი გარეთ გარემო გაიწმინდა თითქოს აერით, მაგრამ ოთახში დაგროვილი ეს საშინელი სურჯი, ვენტილატორი ჩავდეთ ღამის 2 საათზე და მთელი ოთახები ვენტილატორით და მით წმინდეთ რა. გაუსაზრისი მდგომარეობა, ესე თქვა, გაუსაზრისია. მით უმეტეს ახლა ახალი ოპერაცია განაკეთები მაქვს, შუნტირება და შვილი ვერ მომიყვანია, აი ბონიდან აქ რო სუნის გამო და მიმართეთ ადმინისტრაციას, მიმართეთ გარემოს დაცვის სამსახურს, მიმართეთ უშუალოდ პოლიციას, რო იწვია 112-ს და მოვლენ შეადგენენ აქტს, იწვია რომ აი ჩვენ მიმართავთ, ზომეს მივიღებთ, დავაჯარიმებთ, მერმეთ რა დააჯარიმებენ თქვა ყაზახებს, ერთ ჯიბიდან ფული გადადის მეორე ჯიბეში. მოსახლეობას არავითარი ყურადღება. ეს რას თავი მახსოვს ესეთი ამბავია რა. რას თავი მახსოვს ცხოვრობ 63 წლიდან ამ ქუჩაზე რა. აი ეს სახლი ავაშენეთ აქ და წვალობდა. თუ არ გადავიდა ეს ნავთობაზა ყულებში, თუ არ მოშორდა ქავრობას, მithumetes ყაზახის ნავთობის არის აი ყოლად მყრალი ახლა მეზღვაური კაცის პოზიციაზე მითრებია ეს ნავთობი სოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ვიცი რა ხდება იქ არის გამწვედი სისტემები, სიგა, მერმეთ ფილტრები აქ ფილტრების არ უყენიათ. დააყენებენ ფილტრებს, ის ფილტრი ყველა გადაკაჭკაზე, თვითონზე გემის, უნდა გამოიცვალოს. ეს თანხათთან დამოკიდებული. ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს. აი არის მაფია, როგორი აი გითხრათ რა. გაუხსნელი მაფია, ვერ მიუდგები ვერაფერნაირად. მიყვალ კი ბატონო, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ, გამოგისურვებენ. მომკვიდოდე შენ, სხვაც. აჭარა ხაინში ადგილობრივი ვიცამე. ნავთობის სუნი, რომელიც მოქმედებს ადამიანზე, მომწამლელია, ბავშვებზე, დიდებზე, ასაკოვანზე. ხო და საშველი არ არის, არავითარ რეაქცია არ აქვს ამ მთავრობას. არ აქცევენ ყურადღებას ხალხს, პირველ რიგში. ყურადღების არ მიქცევა მაგი. დეპუტატი ვინ არის, არ ვიცი, არჩევნებზე ვიყავი. მონაწილეობდი, მაგრამ გამგებელი ვიცი მარტო, რომ თემურ ბაკურიძეა და მივმართოთ იმას ვითომ? მერიაში მისვლა თქვენს ვინც მივიდა, არაფერი აზრი არ აქვს. მერიაში რომ მიხვიდე და დაწერო განცხადებაო. და მეტი საშველი რაია ახლა ივანიშვილთან მივიდეთ მაგიზა? ივანიშვილი მომენტში რა ჩემი საქმეა მაიუდა. აგენთან რეაქცია არა, მარტო დაჯარიმებაზეა ლაპარაკი. აგენი ქაფავენ რაც შეიძლება ბლომად ჯიბეში და კი არიან ჯიგრულად და ჩინელებია ბევრი და ყაზახეთს აქვს ნაყიდი რამდენი წელია უკვე ეს ნივთობაზა. ითქვა რომ ყულებში გადავაო რამდენი წელია, მაგრამ არავითარი რეაქცია არ არის. წინასაარჩევნოდ კოშკს აგიგებენ, მაგრამ მე მშვიდობი დაღუპულებელ შვილო. სუნთქვა გვეკვრება. სუნთქვა. ბავშვები თამაშობენ და ეს სუნი რო გაგრძელდება, გამორბიან სახლში. რა ვიცი, ძილში და ცხელს გვიშლის და ყველაფერში. როცა აქ გაივლის მატარებელი ბენზინით თუ რათია მაგით დადებული და მაგის გადასვლა იწყება და აი იმ დღეს ხდება ყველაფერი.